მშენებლობა ნახევარი საუკუნის შემდეგ სადგურის დასახლებაში 5 ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე მშენებლობა ლესელიძის და ფურცელაძის ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი კიდევ 3 ქუჩაზე დაიწყება. პროექტის საერთო ღირებულება 1.264.000 ლარია. დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. სადგურის დასახლებაში გზის საფარისა და სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო. ლესელიძისა და ფურცელაძის ქუჩებზე მოეწყობა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. გაკეთდება საფეხმავლოები, ჩატარდება გზის მოხრეშვითი სამუშაოები და დაიგება ასფალტის საფარი. პროექტს შპს შარა ახორციელებს. მიწის სამუშაოები იწყობა ლატოკი, ის გვერდითი არხი. და რა ვიცი, ყველაფერი ჯერჯერობით ეგარი და შემდეგ ეტაპი იქნება მოხრეშვა. ეხლა რომ დავართ დონეზე, მოხრეშავთ და მე უკვე საასფალტად გავამზადებთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლესელიძის ქუჩისა და ფურცელაძის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც კეთდება სანიაღვრეები, საფეხმავლო და მოასფალტება ამ ორივე ქუჩის. ეს ქუჩები არასოდეს არ ყოფილა მოასფალტებული და ამ დასახლებაში არასოდეს არ ყოფილა კანალიზაცია და მე ვფიქრობ, რომ საუკუნის პროექტია ეს პროექტი. მიმდინარე სამუშაოებით ადგილობრივების ნაწილი კმაყოფილია. ამბობენ, რომ დაზიანებული გზის გამო პრობლემები ხშირად ექმნებოდათ. მოუწესრიგებელი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა მათ 10 წლის განმავლობაში აზარალებდათ, რადგან თიდან ჩამოსული წყალი სახლებში გროვდებოდა და ქუჩაზე გადაადგილების პრობლემასაც ქმნიდა. ჭაობი იყო ხოლმე სვერთავა და სუფთა ტუფლებით გამოვდიოდით, ჭუჭყენ ტუფლებით ქალაქში მივდიოდით ხოლმე. ეხლა მადლობის მეტი რა გვეთქვით, თუ ნამდვილად თუ გაკეთდება. ეხლა ეს მიხარიან ძალიან ნაშვილო. ძალიან მიხარია. იმიტომ რომ ძალიან კარგად კეთდება, კაი ქუჩას გვიკეთებენ რა. კიდე რო წყალი გამოواردებოდა, აი სახლებში واردებოდა. ძალიან გვიხარია, იმედია რა თქმა უნდა ბოლომდე ჩაიყვანენ ამ საქმეს და ტაქსი საერთოდ არ მოდიოდა. წყალი კანალიზაცია არ ქონდა, ჭაობი იდგა. დასახლებაში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ადგილობრივების ნაწილი უკმაყოფილო შეხვდა. ლესელიძის ქუჩის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მერია სამუშაოებს სრულყოფილად არ ახორციელებს, რადგან საკანალიზაციო სისტემის მოწყობა ნაწილობრივ არის დასრულებული. შლანგები მოიტანეს, აი დააწყეს, დაუდეს და წაიღეს და გაყიდეს. ასფალტს რო დააგებენ, მე ეს კანალიზაცია რაღაც მინდა. ვინ გადამაჭრეინებს, აგრე მომიტანეს წინასწარ რო ხმა აღარ მოვიღოთ მე რომ კანალიზაციის ასფალტის გადაჭრა აკრძალულია. ეხლავე ჩაყარონ და მე დააგვენ ასფალტი. თორე აჯანყდება მაგაზე ეს ხალხი და გვიან იქნება მე სვა უთხრიან აქ ყველას. 12 ლარღის ისა მეტრო საიდან აქ რო ვიყიდო და ჩავაგდო. ხო იყო და რაც აიღეს უგანა. მეც ეს რომ მეც მისცეს ორსა და დანარჩენებმა რა დააშავე. რა თქაყიდეს? ეგ ალბათ მოვიდა ხალხისთვის, რა თუნდა წაიღონ უკან გაყიდონ. ჩვენ რით ვიყიდო? საშუალება გვაქვს. დაეხმარება თუ არა მერია სადგურის მცხოვრებლებს პრობლემის მოგვარებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი გორის მერიაში არ გააკეთეს. უწყების პრესამსახურის ცნობით, პროექტი საკანალიზაციო სისტემის მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გაყვანას გულისხმობს. შესაბამისად, სადგურელებს საკანალიზაციო სისტემის მოწყობა საკუთარი სახსრებით მოუწევთ. რაც შეეხება ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ლესელიძისა და ფურცელაძის მსგავსად 2016 წლის ივლისამდე კიდევ 3 ქუჩაზე განხორციელდება. პროექტის ღირებულება 1.264.000 ლარია.